როდესაც ერთი ნივთი მეორეს გირჩევნია, ან გინდა რომ კონკრეტული ტიპის პიროვნება გახდე და არა სხვა ტიპის, შესაძლოა გეგონოს რომ ეს შენი პირადი არჩევანია. ადამიანის ქცევის ერთ-ერთი ფსიქოლოგიური განმარტება ამტკიცებს, რომ ხშირად წარმოდგენაც კი არ გვაქვს თუ რა გვინდა და შესაბამისად უბრალოდ სხვებს ბაძავთ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მიმეტიკურ თეორიაში. მიმეტიკური თეორიის თანახმად ადამიანის სურვილებს რეალურად მხოლოდ ორი მხარე აქვს. ფიზიკური სურვილები არის ჩვენი ლტოლვა სარგებლიანობისკენ, ობიექტების და ნივთების შინაგანი ღირებულებისკენ. მეტაფიზიკური სურვილები კი ჩვენი სწრაფოა იდენტობისკენ. თუ რას ამბობენ ეს ობიექტები და ნივთები ჩვენზე. თუ გშია, ფიზიკური საჭიროების დასაკმაყოფილებლად ნებისმიერი რამის ჭამა შეგიძლია. თუმცა შეიძლება გარეთ სადილობა მოგინდეს. ამ შემთხვევაში კი აირჩევ ისეთ ადგილს, რომელიც ხაზს უსვამს შენს წარმოდგენას საკუთარ თავზე, შენს იდენტობას და იმ პიროვნებას, რომლად გახდომაც გსურს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გსურს დაიკმაყოფილო შენი მეტაფიზიკური სურვილი. რენე ჟირარი, ფრანგი ფილოსოფოსი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ამ თეორიას, ამტკიცებდა, რომ ჩვენი სურვილების უმეტესობა მეტაფიზიკურია და მათ მიმეტიკური უწოდა, რადგან ჩვენ მათ გარშემო მყოფებისგან ვითვისებთ. ჩვენ ვბაძავთ სხვებს, რადგან გვინდა მათგან აღიარება და ვიმედოვნებთ, რომ საბოლოოდ გავხდებით უფრო აღმატებული პიროვნება, რომელიც სხვებს დაამახსოვრდება. იდეალურ შემთხვევაში სამუდამოდ. თუმცა რადგან ეს იდეალი ზედმეტად აბსტრაქტული და ძნელად მისაღწევია, ჩვენ ვირჩევთ მოკლე გზებს და კავშირს ვამყარებთ იმ საგნებთან და მოდელებთან, რომლებმაც ჩვენი აზრით უკვე მიაღწიეს ამ სტატუსს. ასე რომ ჩვენი ღრმა სურვილები და მორალური პრინციპები ფუნდამენტურად ეყრდნობა მოდელებს და მათთან ასოცირებულ ნივთებს, ღირებულებებსა და კულტურას. სკოლაში გვინდა გვეცვას ის, რაც პოპულარულ ბავშვებს აცვიათ და იმავე ლოგიკით არასდროს გსურს დავემსგავსოთ სოციალურ აუტსაიდერებს. ეს საერთო ლტოლვა გარკვეული მოდელებისკენ ან მათ საწინააღმდეგოდ ბადებს ფუნდამენტურ კითხვას. გვაქვს თუ არა სინამდვილეში ავტონომია? თუ უბრალოდ ის გვინდა რაც სხვებს, მაშინ ჩვენი გადაწყვეტილებები რეალურად სულაც არაა ჩვენი და დამოუკიდებელი ქცევისგან შორს ვართ. ინდივიდუალიზმი დიდი ტყუილია, წერდა ჟირარი. ამას კი მივყავართ პრობლემამდე. ურთიერთობას სუბიექტსა და ობიექტს შორის განსაზღვრავს მოდელი, იგივე მედიატორი, რომელსაც იგივე საგნები სურს. საბოლოოდ ამან შეიძლება გამოიწვიოს მეტოქეობა სუბიექტებსა და მედიატორებს შორის, განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი ერთმანეთის მიბაძვას დაიწყებენ. და რადგან არც ერთ მათგანს სურს იმის გაფიქრება, რომ ვერ მიიღებს იმას, რაც უნდა, ისინი იწყებენ ახალი მსხვერპლის ძებნას, რომელსაც პასუხისმგებლობას დააკისრებენ. შედეგად ისინი აერთიანებენ თავიანთ მიმეტიკურ სურვილებს საერთო განტევების ვაცის გასანადგურებლად. იქამდე, ვიდრე ამ ადამიანს არ გარიყავენ, გააძევებენ ან მოკლავენ. მას შემდეგ, რაც სოციალური წესრიგი აღდგება და ადამიანები ბედნიერები იქნებიან პრობლემის მოგვარებით, ციკლი იწყება თავიდან. შენ რას ფიქრობ? მართალი იყო ჟირარი, რომ ყველანი იმ საზოგადოების ტყვეები ვართ, რომელიც გვეუბნება, ვინ უნდა გავხდეთ. თუ გვაქვს საკუთარი დამოუკიდებელი სურვილები, რომლებიც სცილდება საკვებისა და თავშესაფრის საჭიროებას. გაგვიზიარე შენი აზრი კომენტარებში.